აი მაგალითად გორში რო იყო ბიზნა ივანიშვილი მან თქვა რომ მეო გავხსნიო ერგნეთის ბაზარს. ერგნეთის ბაზრის დახურვა ეს ნიშნავდა იმას რომ ხელვა ჩაურელი ვინც არის ახლა და ქობულეთელი ვინც არის ვინც ციტრუსებით ცხოვრობდა მისთვის სამუდამოდ დაიხურა ციტრუსისა და აი მანდარინისა და პორტოყლისა და ლიმონის გატანა იმიტომ რომ მე მახსოვს ჩემს მაგალითზე 2003 წელს ოსი მეგობარი მყავდა თავად ოსი ეთნიკური ოსი საქართველოს მოქალაქე ჩამოდიოდა ჩემთან სოფელში მომცემდა რუსულ ფულს მე რუსულ ფულს ვაქცევდი ქართულ ლარზე ანუ ეროვნულ ვალუტაში გადავწვიდი მე მოვჭედავდი მანდარინის ყუთს იქ მანდარინებს ჩავაწყობდი და მას მიქონდა ერგნეთის ბაზრობაზე და ერგნეთის ბაზრობიდან გადიოდა რუსეთის ბაზარში ანუ ბიძინა ივანიშვილი ამბობს რომ მე ერგნეთის ბაზარს აღვადგე პირდაპირ თვალები გაუსწორო თვალში აი კაკალიქვია ხო ამიტომ გავბედე როცა გადაწდა უამრავი ალტერნატიული ვარიანტი განიხილებოდა ასეთი ორგანიზებული არჩევნები ჯერ არ ყოფილა და ეს მოახერხა ერთმა ძალიან უბრალო და ძალიან მაგარმა ქართველმა ეს არის ბიძინა ივანიშვილი მერთმა გააშინა აქველმოქმედა გააპოლიტიკოსა და თქვა რომ მე უნდა ვიყო საქართველოს ხელისუფალი და სხვათა შორის ეს კაცი ამბობს 3 წლის შემდეგ ისევ წავალო და ისე რომ დაუცავო უნდა ხელისუფლება უნდა დავტოვო წესიერი ნორმალური და დაუცავო უნდა რომ წესრიგი და კანონიერება აღვადგინოს საქართველოში მოსმენაც ხო საშიში არ არის მოსმინეთ რას გეტყვით იმიტომ რომ 20 წელია სიკეთის მეტი ამ ქვეყნისთვის არაფერი არ გაუკეთებია და თქვენ ვერ ხვდებით იმას რომ თქვენ რო აქ ჩამოსვლა გეშინიათ და თუნდაც დალაპარაკება ჩვენთან უბრალოდ ადამიანურად როგორც ქართველი მოსახლეს ეს უკვე ნიშნავს რომ იმან მთელი საქართველო დააშინა და მთელი საქართველოს დაშინება უნდა დაითვალეთ რამდენი უმუშევარი ყავთ ოჯახში დაითვალეთ რამდენს გაძლევენ პენსიას და რისთვის გყოფნით ეს პენსია დაფიქრდით იმაზე რატო გაახსენდათ ეხლა სოფელი 9 წელი რო არ ახსოვდათ რატო გაახსენდათ ეხლა ჯანმრთელობის სფერო დაფიქრდით ამაზე ყველანი დაფიქრდით ვინ არის პუტინის ყველაზე საოცნებო პრეზიდენტი დღეს საქართველოში რატო ვერ გაბედა რუსეთმა აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ამდენი წელია რატო ვერ გაბედა რატო გაუბედეს მარტო ეხლა საქართველოს დაფიქრდით ამაზე კითხვებს გისვამ და პასუხი თქვენ თვითონ მიეცით უწმინდეს რო არ გამოეყვანა ეს ჩვენი დაღუპული ბიჭები 5 დღე რატო იწოდენ ესე დახრუკულები და მკვდრები ეყარენ იქეთ მხარეს რა სამაჩაბლო ჩვენი არ არის გაიხსენეთ ვინ დაარქვა კოდორს პირველად ზემო აფხაზეთი ოდესმე თუ ერქვა ესეთი სახელი ზემო კოდორს ოდესმე თუ დაუდგამს უცხოტომელს იქ ფეხი რისთვის გავაკეთეთ ეს ჩვენ რატო იმიტომ რომ აი თქვენ არ გქონდეთ უფლება რომ ქვევით ჩამოხვიდეთ იქნებ მინდა დაგელაპარაკოთ რატო არ გამოდიხართ რატო არ მელაპარაკებით ჩემზე კარგად იცით რატომაც არ მელაპარაკებით იმიტომ რომ ნაცები იყვნენ 9 საათის წინ და დააშინეს მთელი ხალხი აქციაზე გასვლას ნამდვილად ვაპირებთ, განწყობა ისეთივეა როგორც დანარჩენ მთელ საქართველოში და ასეთი სახის შეხვედრები იმდენად მნიშვნელოვანი არის, რომ შესაძლებლობა ექნება საზოგადოებას, რომ ის შიში რაც არის დღეს გამორთებული, რომ დაიძლიოს თანდათანობით და ვფიქრობ, რომ ხშირად უნდა ხდებოდეს ასეთი ტიპის შეხვედრები მოსახლეობასთან. აუცილებლად გავალ ბატონი ბიძინა რო ჩამოგვეყო ქართველ ხალხს უკვე დაგვღალეს, დავიღალეთ. ამდენი ტყუილებით დავიღალეთ ამოგვივიდა კისერში. და მე მგონი გააკეთებს ქართველი ხალხი სწორ არჩევნებს. და ღმერთმა ნუქნას, რომ ეს არჩევნები ქართულმა ოცნებამ არ მოიგოს. დაღუპულები ვართ. 3 წელიწადში საქართველო აღარ იარსებებს.